ეს იცოდეთ ყველა ჭიათურლებო. ბევრი თქვენთაგანის ბრალია. იმ ადამიანების, რომლებმაც შუა ბრძოლაში მიატოვეთ ბიჭები. შუა ბრძოლაში პატიმარი ბიჭები, ზურგი აქცია პატიმრე. თქვენ იმდენი გააკეთეთ, რომ გაწირეთ პატიმრობის. ახლა გეკითხები. იმ მაღარუელებს გეკითხები, რომ გირეკავდნენ და გეუბნებოდნენ, ამოდით ხელი მოაწერეთ სამსახურს, უნდა კარგავთ მაგ ბიჭებს. ერთ კვირაში გაანთავისუფლებენ. 6 წლით ზრდება ეხლა თქვენი გვერდში მომუშავე მერაბის არაიძე ციხეში. 6 წელზე მეტი მიუსაჯეს. რას ფიქრობთ ახლა? ახლა რას იტყვით? კიდე არ გჯეროდათ რომ დააპატიმრებდნენ? კიდე ის გეგონათ გაზვიადებული იყო, მოამბობდნენ ადამიანები რომ ნუ მიგვატოვებ ბრძოლაშიო, რომ წახვედით და ხელი მოაწერეთ და თბილად და თქვენ იმაშიო ზიხართ ეხა და მუშაობ. რა პირობებში ზიხართ? ან იმ ხალხის ბრალი არ არის, რომლებმაც შუა ბრძოლაში მიატოვეს. წახვედით 1500 კაცი უმუშევარი დარჩი. ხელი 8 თვე, 7 თვე მუშაობ და ერთხელ არ მოგიკითხიათ, 10 ლარი არ გადაგიდიათ თქვენი ხელფასი და რომ პატიმარი ბიჭები მოგეკითხათ. აკას თქვენი ბრალია. ის მამაუები, ის მეუფეები, ის დიდი იერარქიის ხალხი რო გვამშვიდობდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო, ლოცულობთო. გამოუშვებენ, არ დაიჭერენო, არ მიუსაჯეს, რამდენმა ახსენეთ თქვენ ქადაგებაში ეს ბიჭები, რამდენმა გამოხატეთ სოლიდარობა, გარდა იმ მამა გიორგის წერეთელზე არ გულისხმობ. მეუფე თადეოზი, ვენაცვალე მის გულს, დანარჩენები, სად იყავით, რასაკეთებდით ამდენი ხანი? არ დადგა ეს საჭელი, არ დადგა ეს უსამართლობა, ეს უკანონობა. თენ გოგველესიანი, რომელმაც თავისი შვილის დაბადება ვერ ნახა, ახალ წელს თავის ოჯახთან ვერ შეხვდა. რისთვის? რომელიც იქ არ ყოფილა, ხელი არ გაუნძრევია. და მე მინდა აქვე აი ამდენი ხანი მთელი ზაფხული ჭიათურაში გავატარე, არც ლაივში ჩავთულვა. შეგნებულად ვაკვირდებოდი ვირას გააკეთებდა ჭიათურლები რას იმოქმედებდნენ. ის მასწავლებლები, ის ექიმები, ის ჭიათურლები 5000-მა კაცმა რო ხელი მოაწერეთ ბიჭების განთავისუფლებას, მე რაკენით ყველა სახში რო ჩაიკეტეთ. არაფერი გულთან არ მიიტანეთ. ყველას რო გეგონათ რომ აქ არაფერი არ მოხდება და ბიჭებს გამოუშვებენო. დადგა ეს სამართალი, დადგა ეს კანონიერება. აღერ არის ეხლა ფაქტი. სასამართლოსთან ვარ. 4 წელზე მეტი უშვებენ ორ პატიოსან ადამიანს, რომელსაც ოჯახები ყავს, შვილები ყავს. 6 წელზე მეტი უშვებენ შრომელ ადამიანებს. რისთვის? სად არის ის შუქრუთის ხალხი? სად არის ის დაჩაგრული მოსახლეობა? სად არის ის ამაყი ჭიათურლები? სად არის ის ნაციონალი მერი, რომელიც გვამშვიდებდა იქ თავის კაბინეტში, რომ ჭიათურა უკეთესი უნდა იყოსო? რაში გვჭირდება ჩვენ საშუამავლოები და შუამავლებიო? ჩვენ უნდა მივხედოთ ქალაქსო. რატომ მუშაობს ახლა ნახევარი ხალხი და რატო არიან უდანაშაულო ბიჭები ციხეში? ვინ იზრუნეთ ამისთვის? ვინ რა გააკეთეთ?